გაგლოცოთ ღმერთმა გაგახაროთ, გაგაძლიეროთ, ღმერთმა მუდამ ღვთისმსახურებაში გამყოფოთ. ამინ. დღეს არის ხსენება ერთ-ერთი ასურელი მამისა, წმინდა ისე წილკნელისა, რომელიც მე-6 საუკუნეში სხვა ასურელ მამებთან ერთად საქართველოში შემოვიდა ყველა წმინდა ღვთისმშობლის ლოცვა კურთხევით და აი ამ ასურელმა მამებმა ჩვენ ქვეყანაში განამტკიცეს მართლმადიდებლობა და ჩვენს ქვეყანაში მათ ჩამოაყალიბეს მონასტრული ცხოვრება. და ეს ასურელი მამები ეწეოდნენ ჩვენ ქვეყანას და ღმერთმა მათი ლოცვით დაიფაროს ჩვენი ქვეყანა საქართველო და მშვიდობით და მუდამ ღვთისმსახურებით ამყოფოს. ამინ. აი ადამიანი, რომელიც რაიმეს აშენებს, უნდა ცდილობდეს, რომ ეს შენობა აშენოს მტკიცე საფუძველზე, რათა შესაბამისად შენობაც იყოს ყარი და მტკიცე. აი ჩვენი ქვეყანა საქართველო აღშენებული არის იმ ძლიერ მტკიცე საფუძველზე, რომელსაც ჰქვია მართლმადიდებლური ქრისტიანობა და ასევე ეროვნული თვითშეგნება და ეროვნული ფასეულობები. აი ეს არის ის მტკიცე საფუძველი, რომელზეც დგას ჩვენი ქვეყანა და რომელზეც მდგარი მოვიდა მოაქამდე. რომ გადავხედოთ ისტორიას, წარსულს, მრავალი ქვეყანა, მრავალი იმპერია დაეცა, გადაშენდა, არსებობა შეწყვიტა. ეს პატარა ქვეყანა საქართველო, იბერია კი მოვიდა აქამდე. და ისმის კითხვა თუ რამ გადაგვარჩინა. გადაგვარჩინა რა თქმა უნდა ჩვენმა სარწმუნოებამ, რომელიც როგორც თვით არის ჩვენი სიძლიერის და ჩვენი სახელმწიფოს ქვაკუთხედი, საძირკველი, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ როგორც დიდ საგანძურს. აი ეს საძირკველი ჩვენ თუ არ გვექნეს, ეს შენობა ანუ ქვეყანა დაინგრევა და ამიტომ სარწმუნოება და ეროვნული იდეოლოგია, ფასეულობები არის გასაფრთხილებელი სათუთად ის საძირკველი, რასაც ჩვენ ვდგავართ. აი ადამიანს, ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს, რომ ყველაფერს მისცეს სწორი განსაზღვრება, სწორი ანალიზი და სწორად შეფასება უნდა შეეძლოს ადამიანს. არა თქვათ მიკერძოებითი, არა თქვათ იმესი მიმაძველობითი თუ იმესგან დავალებითი, არამედ სწორი არჩევანი თავისი სწორი ცხოვრების წესიდან გამომდინარე. აი წინა კვირას ჩვენ აღვნიშნეთ და შეფასება გავაკეთეთ იმ მიმდინარე მოვლენებზე, რაც ჩვენ ქვეყანაში ხდება. მადლობა უფალს, ბევრმა დადებითად მიიღო, ზოგიერთებმა უარყოფითად, ყველას თავისი აზრი აქვს. საერთოდაც კი ვინც როგორია, ისეთ სათვალეს იკეთებს და ისე იყურება და ისე ხედავს ყველაფერს. მადლობა ღმერთს, ჩვენ ვამბობთ იმას, რასაც ხედავთ და რასაც გრძნობთ. მე პირადად მადლობა ღმერთს, ღმერთმა ხო იცის, რომ პირადად მე იმას ვამბობ, რაც შენ გულშია, გულიდან წამოსულს ვამბობ. ღმერთმა ხო იცის, რომ მე თქვენებული სიტყვით რომ ვთქვა, არავისი კაცი არ ვარ, არც ერთი მთავრობის, არც მეორე მთავრობის, არც ერთი მხარის, არც მეორე მხარის. მე ვარ უпростоრად ვცდილობ, რომ ვიყო ღმერთის კაცი და შვილი ჩვენი ქვეყნისა. ოღონდ უმრავლო შვილი არა, ერთგული შვილი. და ღმერთმა შემაძლებინოს, რომ ასე ვიყო ჩემი ცხოვრების ბოლომდე. და რასაც ვამბობ, უფალმა უწყეს, რომ აი ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ჩემი გულიდან გამომდინარე ვამბობ და მადლობა ღმერთს. ქართული გამონათქვამი არსებობს, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდაო. და ასევე სახარებაში წერია ასეთ სიტყვები, რომელსა ასხენ ყურმისმენად ისმინეთ. როგორც ზემოთ თქვი, ჩვენ ადამიანებს უნდა შეგვეძლოს სწორი შეფასება გავაკეთოთ ამა თუ იმ მოვლენაზე. აი ზოგჯერ ჩვენ სასულიერო პირები გარკვეულ შეფასებას ვაკეთებთ ხოლმე ამა თუ იმ მოვლენებზე და ზოგიერთი ამბობენ ხოლმე, რომ აი
სასულიერო პირი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში. მე ვეთანხმები ამის მთქმელს, რომ სასულიერო პირი არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში, მაგრამ საკითხავია, რა არის სასულიერო პირის მხრიდან პოლიტიკაში ჩარევა? ის რომ რაღაცას ამბობს? არა, ეს არ არის პოლიტიკაში ჩარევა. პოლიტიკაში ჩარევა ჩვენი მხრიდან იქნებოდა, რომ ჩვენ ერთმა დაგვიფაროს და რაღაცა პოლიტიკური პარტია შეგვექმნა, პარლამენტში შევსულიყავით, კანონმდებლობაში მონაწილეობა მიგვეღო და ასე შემდეგ. ეს მართლაც უხეში ჩარევა იქნებოდა პოლიტიკაში, მაგრამ რაღაცა რო ხდება ქვეყანაში და ამას ჩვენ აღვნიშნავთ რეალურად, ეს არის არა პოლიტიკაში ჩარევა, არამედ ისტორიული რეალობის აღნიშვნა. როგორ ახლა მე რომ მეცხოვრა თემურ ლენგის დროს, შაჰ აბასის დროს და სხვადასხვა დამპყრობლების დროს და მტერი რომ მოსულიყო ჩვენ ქვეყანას და მეთქვა რომ ბავშვები, ქალები გადამალეთ, გადახიზნეთ და ერიც ფეხზე დადგეს მეთქი. და პოლიტიკაში ჩარევა იქნებოდა ჩემი მხრიდან, ეს იქნებოდა პირიქით გაფრთხილება. და ახლაც რასაც ვამბობთ, გაფრთხილებთ, თქვენ გაფრთხილებთ, მრევლის წევრებს, მსმენელს ვაფრთხილებთ. ჩვენი სასულიერო პირების იარაღი არის ლოცვა და ქადაგება, სიტყვის თქმა. აი მადლობა უფალს წირეთ, წირვა აღვასრულეთ, მილოცეთ. ეს ერთი იარაღი და ახლა მეორე იარაღს, სიტყვის თქმას, ეგრეთ წოდებულ ქადაგებას ვიყენებთ. და კიდევ ვიმეორებ, კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა. ასე რომ ჩვენი მხრიდან რა იმის აღნიშვნა, ეს არ არის რაღაც პოლიტიკაში ჩარევა, პირიქით, ისტორიული რეალობის შეფასება არის. და მინდა რომ კიდევ ერთ საკითხს შევეხო, იცით, ჩვენ რაღაც რომ მინდა, რაღაცის შეძენა მინდა თუ სადმე წასვლა მინდა თუ რაღაც გარკვეული ნაბიჯის გადადგმა რომ მინდა, ჩვენ ხო კარგად უნდა ავწონოთ, დავწონოთ, შევაფასოთ ის რაღაცა ჩვენთვის კარგის მომტანი იქნება თუ ცუდის მომტანი, სარგებლის მომტანი თუ პირიქით სავნებლის მომტანი. და შესაბამისად კარგი აწონ-დაწონის შემდეგ უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯი. აი დღეს ჩვენ გავიძახით ევროპა. კი ბატონო, ჩვენს მივესალმებით იმ კარგს, რაც არის ევროპაში, კარგს მივესალმებით. მაგრამ ჩვენ უნდა დაუკვირდეთ, რეალურად უნდა განვსაზღვროთ, არა ისე მიბაძვით, არამედ ჩვენ ხო ღმერთმა მოგცა გონება და თავისუფალი ნება, ხო და ამით უნდა განვსაზღვროთ. აი რა არის რეალურად ევროპა? რას გვთხოვს და ამან სადამდე შეიძლება რომ მიგვიყვანოს. ჩვენ ვაფასებთ ევროპის წარსულს, რაც კარგია, დადებითი ვაფასებთ, მაგრამ რეალობა რომ ვითქვას, დღესდღეობით ევროპა არის ერთ-ერთი გარყვნილი კონტინენტი. არა, გარყვნილება ყველგან არის, საქართველოშიც არის და ყველგან, მაგრამ მე ვამბობ ფართო მასშტაბით. ერთ-ერთი გარყვნილი კონტინენტია, რომელიც ხელს უწყობს და ახალისებს LGBT პროპაგანდას. ამ დამახინჯებულ გარყვნილ ცხოვრების წესს. მაგრამ მე ზიზღით არ ვამბობ, ღმერთმა უშველოს ყველა დამახინჯებული ცხოვრების წესით მცხოვრებ ადამიანს, ღმერთმა უშველოს, ზიზღით არ ვამბობ. რეალობას აღნიშნავ. აი ამას ახალისებს ევროპა. და ჩვენ რას ვთხოვს? თქვენ ქვეყანაში იყოს LGBT-ობა, ანუ კაცის კაცთან ყოფობა, ქალის ქალთან ყოფობა, ერთსქესიანთა ქორწინება, მათი მხრიდან ბავშვის შვილად აყვანა, ამ ბავშვის ფსიქოლოგიის აღრევა და შესაბამისად ამ ყველაფრიდან გამომდინარე ერის არ გამრავლება. აი ამას ვთხოვს ევროპა. და ასევე კულტურულად გლანძღავს, შეურაცხყოფას გვაყენებს და გვეუბნება, რომ არ მაინტერესებს თქვენი რელიგიური ფასეულობები, თქვენი ეროვნული ფასეულობები, თქვენი ტრადიციები და გააკეთეთ ის, რასაც გეუბნებით ჩვენ. ღმერთმა დაგვიფაროს, აი წარმოიდგინეთ. ჩვენ ხო თქვით ზემოთ, რომ ჩვენი ქვეყნის, რომელიც აქამდე მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ გარშემო მრავალი მტრისგან იყო გარშემორტყმული.
აქამდე მოვიდა და ამისი საწინდარი იყო ის საფუძველი, რაზეც ჩვენი ქვეყანა აღშენებულია. სარწმუნოება, მართლმადიდებლური ქრისტიანობა და ჩვენი ეროვნული თვითშეგნებულობა, ჩვენი ტრადიციები. და აი ამ საძირკვლის გამოცნას გთხოვს ევროპა და ახალი რაღაცა მიმდინარეობის აქ დანერგვას. შენობას რომ საძირკველი გამოუწვევთ, ეს შენობა ხომ დაინგრევა და ამაზე უნდა ავაშენოთ ჩვენი ევროპული ქვეყანა? არა, კიდევ მეორე კარგს ჩვენს ვიღებთ. წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში არის, რომ ყველაფერს სწავლობდა და კარგსო იწყნარებდა და ჯერ ყოველსო განაგდებდა, ანუცულს განაგდებდა. კარგს ჩვენც მივიღებთ ევროპისგან, მაგრამ ამას რომ თქო ჩემი იმ საძირკვლის გამოცვლას და სხვა მიმდინარეობის აქ დანერგვას, აი ეს ბავშვები ხო ჯვარი ეწეროთ, შვილები თქვენი, ხო გაიყვნებიან. ქართული ხო დაავიწყდებათ, ქართული აზროვნება, ქართული ტრადიცია, ისტორია, რელიგია და ასე შემდეგ. აი ამას თქოს ევროპა და აქამდე უნდა მიგვიყვანოს. ახლა მეორე. ჩვენ ხო ხედავთ ახლა სასულიერო პირები რო ვართ, ეს იმას კი აღნიშნავს, რომ ვერ ხედავთ, დანახვის უნარი არ გვაქვს. უფრო მეტადაც კი შეიძლება ვხედავდეთ. ეს ეგრეთ წოდებული ევროკავშირის ხელისუფალნი, მაღალი თანამდებობის პირნი, არც მეტი და არც ნაკლები, ვიტყვი ხმამაღლა, ვისაც უნდა ისე მიიღოს. არიან ძალიან მიკერძოებულნი და ძალიან ფარისეველნი. რასაც უნდა იმას ამბობენ რაღაც გარკვეულ ხარესთან მიმართებით. მაგას ეძახიან ორმაგ სტანდარტებს. იმასთან ისე ამბობენ, ამასთან ასე ამბობენ. მათთვის წესი კი არ არის წესი, არამედ წესი არის მათი ნათქვამი სიტყვა. მე რო გეუბნები, ეს არის წესი, ამას გეუბნებიან, ხო? მათთვის ძალიან მისაღები არის ისეთი ხელისუფლება სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ესე ვასალურად მათზე დაქვემდებარებული, დამონებული იქნება. მაგალითად, მოლდოვის ხელისუფლება, პოლონეთის და სხვა. მაგრამ ძალიან მიუღებელია არავასალური ხელისუფლება, მაგალითად, უნგრეთისა, სლოვაკეთისა, ახლა უკვე საქართველოსიც. როგორ მე თუ გეუბნებით, რომ თქვათ, რამე ცოდვაზე, ეს არის ცოდვა, მრუშობა, თქვათ, ღმერთმა დაუფაროს. როგორ შენთვის არის მრუშობა, ცოდვა და შენთვის არ არის და შეიძლება? ეს ორმაგი სტანდარტი რა არის? არა, შეიძლება ახალ მოსულს, ეკლესიაში ახალ მოსულს პირდაპირ არ მოვთხოვოთ, თუნდაც ის, რომ აი სიგარეტზე უარის თქმა, რაღაცაზე სუბუქ ცოდვაზე, ან ცოდვა, მაგრამ ხო არის რაღაცა ცოტა შედარებით. ან ნელ-ნელა, ახლა ეტაპობრივად მე ერთიანად ხო არ მოთხოვ, ეტაპობრივად ადამიანი იმ რაღაცა ცუდს თვითონვე ასწორებს, ხო, გამოასწორებს. თავიდან მოსულს კი არ ეტყვი ის, რომ როდესაც უკვე დგას ეკლესიაში, როგორ იმისთვის შეიძლება, ამისთვის არ შეიძლება? ისი არიან ეგრეთ წოდებული ხელისუფალნი ევროკავშირისა. ვისთანაც უნდა დასაშვებია რაღაცა, ვისთანაც უნდა დაუშვებელია. სახარებაშია ნათქვამი ასეთი სიტყვა ბუფალი ამბობს, რომ ფარისევლებს რომ ამხელს, რომ თქვენო აქლემსო შთანთქავთო და კოღოს კიდე დიდად აქცევთო. აი, აქლემს, ანუ დიდს, რაც მოხდება, დიდი ცუდი, რაც მოხდება, იმათ გარშემო, იმაზე თვალს ხუჭავენ, შთანთქავენ და კოღოს, ანუ პატარას, რაღაცა რომ მოხდეს, გაადიდებენ და ასე შემდეგ. მესამეს ვიტყოდი კიდე, რომ ძალიან ბოროტებიც არიან, ამას ხმამაღლა ვამბობ. იმისათვის, რომ სწორედ ეგენი არიან, ხელს რომ უწყობენ და ახალისებენ უკრაინის ომს. სადაც სამწუხაროდ მრავალი ადამიანი ეწირება, მრავალი ღვთის ხატად შექმნილი ადამიანების სიცოცხლე ეწირება. და მეოთხეს ვიტყოდი და ამითი დავამთავრებ. ჩვენს დამახინჯებულ დამოკიდებულებას ევროპასთან მიმართებით. ჩვენ ადამიანებს რაღაცნაირად, ჩვენ ქართველებს ჩვენზე გვაქვს საუბარი, რატომაც გონია, რომ ევროპა არის სამოთხე. თუ ევროპაში ვიქნებით, ყველაფერი კარგად გვექნება, ყველაფერი აწყობილი იქნება საათივით და ესე სამოთხესავით მოგვეწყობა. ასე არ არის.
უფალმა უთხრა ადამიანს, ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსაო. ხედი გაანძლია და გექნება, გააკეთე საქმე. შენ რა გონია იქ ევროპაში რო იქნები, ყველაფერი კარგად იქნება? გონია იქ გაჭირებული ადამიანები არ არიან? და კიდევ ერთი ტრაგედია ჩვენი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ღმერთი დავივიწყეთ და გავიზახით ევროპას. ღმერთი ჩავანაცვლით ჩვენ სიამოვნებებით, გართობით და ეს ევროპას მაგიტობია, რომ ამ ყველაფერს ხელი შეუწყოს ჩვენ სიამოვნებას, გართობას და ფუფუნებით ცხოვრებას. უფალი ამბობს ახარებაში, ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენო. ჩვენ ღმერთს არ ვეძიებთ და შესაბამისად რაღაცები გვაქვს კიდევ. ღმერთს რომ ვეძიებდეთ, რაც აუცილებელია ღმერთი ყველაფერს მოგცემს. ასე რომ, ნუ ჩავანაცვლებთ ღმერთს ევროპითა და სხვადასხვა ხორციელი სიამოვნებებით. კიდევ ვიმეორებ, ჩვენს მივესალმებით ევროპის კარს, მაგრამ ჯერ ღმერთი და ეროვნული ასეულობები, მერე კი ევროპა და სხვა დანარჩენი. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ აი ის საძირკველი, რომელზეც საუკუნეებია ჩვენი ქვეყანა მტკიცეს არის დამყარებული და შემტკიცებული და დაბუღებული, ძველი ქართულით რომ ვთქვათ, შეგვენარჩუნებინოს და დაგვეფასებინოს. ის საძირკველი, რომელსაც ქვია მართლმადიდებლური ქრისტიანობა და რომელსაც ქვია ეროვნული ასეულობები. ღმერთმა შეგვაძლებინოს, რომ ბოლომდე ღირსეულად შეგვენარჩუნებინოს და დაგვეფასებინოს. ღმერთმა მოგცეს ძალა სწორი ხედვისა, სწორი დანახვისა და სწორი არჩევანისა. ღმერთმა გაგვაძლიეროს, ღმერთმა დაგლოცოს, ღმერთმა დაიფაროს ჩვენი ქვეყანა და ღმერთმა მუდამ ღვთისმსახურებაში გვიმყოფოს ჩვენი ძვირფასი სამშობლო საქართველო. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი.